ამ ლექციაში მინდა ვილაპარაკო სამყაროს ევოლუციის შესახებ და ასევე მიმოვიხილო ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა სამყაროს შესახებ სხვადასხვა ცივილიზაციებში. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ, როგორია ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და ასევე საინტერესოა იმის ცოდნა თუ როგორ იცვლებოდა წარმოდგენები სამყაროს შესახებ და რა წარმოდგენები არსებობდა სამყაროს შესახებ სხვადასხვა ცივილიზაციაში. ლექციის შინაარსი შემდეგნაირია, ესე იგი მიმოვიხილავ იმ შეხედულებებს, რომლებიც არსებობდა სამყაროს შესახებ სხვადასხვა ცივილიზაციაში, გაგაცნობ თანამედროვე წარმოდგენას სამყაროს შესახებ, კერძოდ ვილაპარაკებ დიდი აფეთქების თეორიაზე, ვილაპარაკებ სამყაროს ასაკზე, სამყაროს ევოლუციის ეტაპებზე, გაგაცნობ სამყაროს შედგენილობის მოდელს, როგორია სამყაროს შედგენილობა, ვილაპარაკებ კოსმოლოგიურ პრინციპზე და მიკროტალღოვან ფონზე, ხო? თავდაპირველად, როგორ თქვი, მიმოვიხილავ თუ რა წარმოდგენები არსებობდა სამყაროს შესახებ სხვადასხვა ცივილიზაციაში, დავიწყებ მესოპოტამიური ცივილიზაციებიდან, ესე იგი მესოპოტამიური ცივილიზაციები მდებარეობდნენ ორ მდინარეს შორის, ხო, გეოგრაფიულად, ტიგროსა და ევფრატს შორის, ხო? და მიწის ნაყოფიერება და მდინარეებთან სიახლოვე ხელს უწყობდა ამ ცივილიზაციებში მიწათმოქმედების განვითარებას და განვითარებული მიწათმოქმედება ხელს უწყობდა ამ ცივილიზაციების გამდიდრებას, ხო? ასე ვთქვათ, მიწათმოქმედების წარმატებულად წარმართვისათვის საჭიროა კლიმატური პირობების შესახებ ინფორმაციის მქონა, კლიმატური პირობების პროგნოზირება, იმის დადგენა თუ როგორი კლიმატური პირობების დროს რა სასოფლო სამეურნეო სამუშაოს ჩატარება სასურველი, რომ ასე ვთქვათ, მივიღოთ ნაყოფიერი მოსავალი და ჩვენ ვიცით, რომ კლიმატურ პირობებს ახასიათებს პერიოდულობა, ხო, მაგალითად პერიოდულობა ახასიათებს წელიწადის დროებს, თვეებს, ხო? ასევე პერიოდულობა ახასიათებს ციური სხეულების მოძრაობას, ხო? და შესაბამისად ციურ სხეულებზე დაკვირვებით შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორია კლიმატური პირობები ან როგორი კლიმატური პირობებია მოსალოდნელი, ხო, მოხდეს კლიმატური პირობების პროგნოზირება. ამიტომ მესოპოტამიელთათვის, როგორც მიწათმოქმედებისთვის მნიშვნელოვანი იყო ციურ სხეულებზე დაკვირვება, რადგან ამით ისინი იღებდნენ ინფორმაციას ფაქტიურად კლიმატური პირობების შესახებ და რადგან, ასე ვთქვათ, აქ მცხოვრები ადამიანების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მიწათმოქმედება, ისინი უკავშირებდნენ ციურ სხეულებს ღვთიურ თვისებებს, ზებუნებრივ თვისებებს, იმიტომ რომ თვლიდნენ, რომ ციური სხეულები მოქმედებს კლიმატზე და კლიმატი შესაბამისად მოქმედებს სასოფლო სამეურნეო სამუშაოებზე, ხო? ზოგადი წარმოდგენა მესოპოტამიელებისა სამყაროს შესახებ იყო შემდეგნაირი, ისინი თვლიდნენ, რომ დედამიწა შემოსაზღვრულია მდინარეებით, მდინარეებს მიღმა არის მთები, რომლებიც აკავებს ცას, დღე-ღამის მონაცვლეობას ისინი უკავშირებდნენ მზის მოძრაობას აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ისინი თვლიდნენ, რომ როდესაც თენდება მზე შემოდის აღმოსავლეთის კარიდან და დაღამებისას გადის დასავლეთის კარიდან, ხოლო ღამე ეს არის ის პერიოდი, როდესაც მზე იმყოფება გვირაბში, ხო? და მესოპოტამიელები თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი მოთავსებულია კოსმიურ ოკეანე აბსურში. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მესოპოტამიელთა წარმოდგენა სამყაროზე უკავშირდება მათი საცხოვრებელი არეალის გეოგრაფიას, მართლაც მათი საცხოვრებელი შემოსაზღვრული იყო ორი მდინარით, მდინარეებს მიღმა იყო მთები და ასე ვთქვათ, არსებობდა მესოპოტამიაში გამორჩეული მიმართულება, მდინარეების გასწვრივი მიმართულება, რომელიც დაახლოებით ემთხვევა აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიმართულებას და ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი ხედვით მზის მოძრაობა იყო ერთგანზომილებიანი, ხო, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ასევე ჩვენ
შეგვიძლია ასე ვთქვათ დავასკვნათ, რომ მესოპოტამიაში კარგად იყო განვითარებული დაკვირვებების ტექნიკა, ჰქონდათ საკმაოდ ბევრი მასალა მიღებული, ბევრი მონაცემი მიღებული დაკვირვებებიდან, კერძოდ მესოპოტამიელები გვირდებოდნენ თანავარსკვლავედებს, ხო, დააჯგუფეს ვარსკვლავები, თანავარსკვლავედებად მესოპოტამიელებმა შექმნეს 360-დღიანი და 12-თვიანი კალენდარი. მესოპოტამიელთა კალენდარში ერთ დღეში იყო 24 საათი, საათში იყო 60 წუთი და წუთში 60 წამი. მესოპოტამიელები ასევე აკვირდებოდნენ მთვარის დაბნელებებს. ხო, მესოპოტამიაში განვითარდა ორი დიდი ცივილიზაცია, შუმერული ცივილიზაცია და ბაბილონური ცივილიზაცია. ხო, შუმერები თვლიდნენ, რომ ესე იგი მიწას გარშემო აკრავს ცა, რომელზეც დამაგრებულია ციური სხეულები, მათ შორის მზე და ვარსკვლავები. ბაბილონელები თვლიდნენ, რომ არსებობს ესე იგი სხვადასხვა შრეებისაგან შემდგარი მიწა და ასევე სხვადასხვა შრეებისაგან შემდგარი ცა და ეს ყველაფერი მოთავსებული იყო წყალში, ამ კოსმიურ ოკეანეში. ხო, ინდოეთი საკმაოდ საინტერესო ცივილიზაციაა და ინდოელთა წარმოდგენა სამყაროს შესახებ ასახულია მათ რელიგიაშიც და ინდოელები ტაძრებს აგებდნენ იმის მიხედვით, რომ ტაძრის, ასე ვთქვათ, ნაგებობას აღეწერა ის თუ როგორი იყო სამყარო, ანუ სხვა სიტყვებით აღეწერა ინდოელთა წარმოდგენა სამყაროს შესახებ. ისინი თვლიდნენ, რომ დედამიწა უჭირავს 4 სპილოს, რომლებიც დგანან კუზე, ხო, არსებობს სხვადასხვა შრეებისაგან შემდგარი, ასე ვთქვათ, ზეციური სამყარო და ეს ყველაფერი უჭირავს კობრას. ხო, ესე იგი ინდოელები თვლიდნენ, რომ არსებობს რგვალი დედამიწა და დედამიწაზე 4 კონტინენტი, აი ეს 4 სპილო შეიძლება, ასე ვთქვათ, ასახავდეს 4 კონტინენტის არსებობას ინდოელთა წარმოდგენაში და ასევე, როგორც ვთქვით, ინდოელები თვლიდნენ, რომ არსებობს რამდენიმე შრიანი ცა, კოსმიური, ანუ ღვთიური ძალების საბინადრო. ხო, მნიშვნელოვანი და საინტერესო ცივილიზაცია, ჩინური ცივილიზაცია. ჩინელებმა შექმნეს საკმაოდ ზუსტი კალენდარი და ვარსკვლავური კატალოგი. ჩინელები აკვირდებოდნენ მზის და მთვარის დაბნელებებს, დააფიქსირეს მზის ლაქები, დააკვირდნენ ჩრდილოეთის იგივე პოლარულ ციალს და შეამჩნიეს ჰალეის კომეტა, რომელიც ჩანს დაახლოებით 76 წელიწადში ერთხელ, ანუ ეს კომეტა 76 წელიწადში ერთხელ ჩაუვლის. საინტერესო ცივილიზაცია, ეგვიპტური ცივილიზაცია, რომელიც, ასე ვთქვათ, მდებარეობდა მდინარე ნილოსის გასწვრივ, ხო, ეგვიპტელები ცხოვრობდნენ მდინარე ნილოსის გასწვრივ. ეგვიპტეში, ისევე როგორც მესოპოტამიაში განვითარებული იყო მიწათმოქმედება და როგორც აღნიშნეთ, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დაკვირვება ციურ სხეულებზე და მართლაც ეგვიპტეში აწარმოებდნენ დაკვირვებებს და ჰქონდათ საკმაოდ ბევრი და საინტერესო მონაცემი ციური სხეულების მოძრაობის შესახებ. სურათებზე ნაჩვენებია ეგვიპტელთა წარმოდგენა სამყაროს შესახებ. ხო, ეგვიპტელთა წარმოდგენაში ცა ეჭირა ცის ქალღმერთს და ცის ქალღმერთს ეჭირა ნათობები, მზე და მთვარე. ხო, და ეგვიპტელთა რელიგიური წარმოდგენით თავიდან არ არსებობდა გაყოფილი ცა და მიწა, ეს ყველაფერი იყო ერთიანი და მხოლოდ რაღაც მომენტში ცის ქალღმერთი გამოეყო, ასე ვთქვათ, მიწას და წარმოიქმნა ცა და ესეთი სამყარო. როგორც ხედავთ, ეგვიპტელთა წარმოდგენაში სამყარო ოდნავ გაწელილია, ხო? და ეს შეიძლება ისევ დაუკავშიროთ ეგვიპტის გეოგრაფიულ მდებარეობას, ანუ ეგვიპტე გადაჭიმული იყო ნილოსის გასწვრივ და არსებობდა, ასე ვთქვათ, ეგვიპტის გეოგრაფიაში ერთი გამორჩეული მიმართულება და შეიძლება ამას უკავშირდებოდეს აი ეს ეგვიპტელთა წარმოდგენაში არსებული სამყაროს პროპორციები, ხო, ასე ვთქვათ, გაწელილი სამყარო. ხო, ეგვიპტელებმა შექმნეს 365-დღიანი კალენდარი ეგვიპტეში. შეიქმნა 365-დღიანი კალენდარი, ეგვიპტელებმა შეისწავლეს საკმაოდ კარგად ციური ობიექტების მოძრაობა და ციური ობიექტების მოძრაობის ციკლები.
ეგვიპტელთა ყოფაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მდინარე ნილოსი და ამიტომ საჭირო იყო იმის შესწავლა, თუ როდის არის ნილოსი წყალუხვი, როდის არის შედარებით წყალმეჩხერი და როგორც თქვით, ასე ვთქვათ, კლიმატური პირობების შესახებ ინფორმაციის მატარებელი შეიძლება იყოს ციური სხეულების განლაგება და ეგვიპტელებმა დაადგინეს, რომ ვარსკვლავ სირიუსის გამოჩენა იყო მაცნე იმისა, რომ მდინარე ნილოსი ადიდდებოდა. საინტერესო ცივილიზაცია მაიას ცივილიზაცია, რომელიც არის სამხრეთ ამერიკული ცივილიზაცია, წოდებული ამერიკელი ინდიელების ცივილიზაციას. მაიას ცივილიზაციაში არსებობდა საკმაოდ ბევრი და ზუსტი დაკვირვება ციური სხეულების მოძრაობაზე. მაიას ტომის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ ციური სხეულების მოძრაობას ახასიათებს ციკლურობა, პერიოდულობა. მაიას ტომს გააჩნდა კატალოგი, სადაც შეტანილი იყო მთვარის დაბნელების ზუსტი თარიღები, საკმაოდ ზუსტი და ასევე მათ შეეძლოთ მთვარის დაბნელების პროგნოზირება. მაიას ცივილიზაციაში არსებობდა სხვადასხვა ტიპის კალენდარი, მაგალითად მათ შექმნეს 260 დღიანი კალენდარი, რომელიც შედგებოდა 20 პერიოდისაგან და თითოეულ პერიოდში შედიოდა 13 დღე. ეს დაახლოებით გავს როგორც ჩვენ გვაქვს წელიწადი, თვეები და კვირები. უბრალოდ ამ შემთხვევაში ვთქვათ, პირობითად შეიძლება ვთქვათ, რომ არსებობდა 20 კვირა და 1 კვირა შედგებოდა 13 დღისგან. ჩვენ შემთხვევაში 1 კვირა შედგება 7 დღისგან. 7 ნაწილად არის დაყოფილი. მაიას ტომმა ასევე შექმნა 365 დღიანი კალენდარი, რომელიც შედგებოდა 18 დღიანი პერიოდისაგან და უსახელო 5 დღიანი პერიოდისაგან. ეს უსახელო დღეები უკავშირდება იმას, რომ დედამიწა მზის გარშემო ერთი სრული ბრუნის გაკეთებას ანდომებს არა 365 დღეს, არამედ ცოტა მეტს და ეს ფაქტი ჩვენ შემთხვევაში ასახულია იმაში, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული ნაკიანი წელიწადი, სადაც 4 წელიწადში ერთხელ თებერვალს ემატება 1 დღე. მაიას ტომში ასევე არსებობდა ვენერას ციკლზე მიბმული 584 დღიანი კალენდარი. მაიას ტომის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ წელიწადის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დღეს აისისა და დაისის მდებარეობა იცვლის მდებარეობას. აი ამ ვიდეოზე შეგვიძლია ვნახოთ, რომ მზე წელიწადის სხვადასხვა დროს შეიძლება ჩადიოდეს სხვადასხვა ადგილას. ეს ფაქტი დაკავშირებულია იმასთან, რომ დედამიწის ღერძი, რომლის გარშემოც ბრუნავს დედამიწა, ერთ სრულ ბრუნს აკეთებს ერთი დღის განმავლობაში, დღე-ღამის განმავლობაში დახრილია დედამიწის ორბიტის მიმართ. და წელიწადში ორჯერ დედამიწის ეკვატორი და მზე მდებარეობენ ერთ სიბრტყეში და ამ დროს მზე ამოდის ზუსტად აღმოსავლეთიდან და ჩადის ზუსტად დასავლეთით. ეს ორი დღე შეესაბამება გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობას. მაიას ტომის წარმომადგენლები დააკვირდნენ ამას და ასე ვთქვათ, დააფიქსირეს ეს პერიოდები, როდესაც მზე ამოდის ზუსტად აღმოსავლეთიდან და ჩადის ზუსტად დასავლეთით. ეს არის, ესე იგი, ცნობილი შენობა ელ კასტელო, ეს არის საკულტო ნაგებობა, სადაც მაიას ტომის წარმომადგენლები ატარებდნენ რელიგიურ რიტუალებს, მათ შორის მსხვერპლშეწირვის რიტუალებს და
ამ შენობის აგებისას გამოყენებული იყო დაკვირვებები მზის მოძრაობაზე. კერძო წელიწადში ორჯერ გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის დროს დაიკვირვება საინტერესო სანახაობა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კიბეები, რომლებიც მიდიოდა შენობის თავისკენ, შედგება 365 საფეხურისგან და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს რაოდენობა არ არის შემთხვევითი და უკავშირდება 365 დღიან კალენდარს მაიას ტომისა. ახლა კი, ასე ვთქვათ, ნახოთ, რა სანახაობა დაიკვირვება წელიწადში ორჯერ გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის დროს. აი ამ საფეხუროვანი სვეტის ჭრტილი, აი ამ კედელზე ისე ეცემა, რომ თითქოს ესე იგი დრაკონი გამოვიდა თავისი საბინადროდან და დრაკონის ტანი ზუსტად თუ ერთდება დრაკონის თავს. ხოლო დაბნელებისას, აი ამ ბუნიობის დღეებში, ხდება ისეთ სანახაობა, რომ თითქოს დრაკონი ადის ზემოთ და უბრუნდება თავის ციურ სახლს, ხო? ესე იგი, გარდა იმისა, რომ მაიას ტომის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ ციური სხეულის მოძრაობას და საკმაოდ კარგად ჰქონდათ შესწავლილი ციური სხეულების მოძრაობა, ამ ცივილიზაციაში განვითარებული იყო ასევე არქიტექტურა, მათ შეეძლოთ საკმაოდ ზუსტი გეომეტრიული გათვლების გაკეთება და შენობების აგება. ესეც მიუთითებს ამ ცივილიზაციის, ასე ვთქვათ, განვითარებულობაზე ამ კუთხით. ეს არის მაიას ტომის ობსერვატორია, მას ამ შენობას უწოდებენ ელ კარაკოლს. როგორც აღვნიშნეთ, მაიას ტომში სავარაუდოდ კარგად იყო განვითარებული არქიტექტურა, მათ შეეძლოთ საკმაოდ ზუსტი გათვლების გაკეთება და საინტერესოა, რომ ელ კარაკოლის ფორმა არ არის სწორკუთხოვანი. და ესეც არ არის შემთხვევითი, აი ამ შენობის დიაგონალი მდებარეობს წრფეზე, რომელიც საერთებს ზაფხულის მზებუდობის აისის წერტილსა და ზამთრის მზებუდობის დაისის წერტილს. ანუ ამ ობსერვატორიიდან ზუსტად შეიძლებოდა დანახვა ზაფხულის მზებუდობის მზის ამოსვლისა და ზამთრის მზებუდობისას მზის ჩასვლისა. ახლა რა არის ზაფხულის მზებუდობა და ზამთრის მზებუდობა? ესეც დაკავშირებულია იმასთან, ეს მოვლენები, რომ დედამიწის ღერძი დახრილია დედამიწის ორბიტის მიმართ და ვთქვათ, წელიწადში ერთხელ მზე იმყოფება უკიდურეს ჩრდილოეთში, ამას ეწოდება ზაფხულის მზებუდობა. ამ დროს დღე არის ყველაზე დიდი მთელი წლის განმავლობაში, ეს ემთხვევა დაახლოებით 21 ივნისს და ზამთრის მზებუდობისას მზე იმყოფება უკიდურეს სამხრეთში, ამ დროს დღე არის ყველაზე პატარა და ეს ემთხვევა დაახლოებით 22 დეკემბერს. ასევე ელ კარაკოლიდან მაიას ტომის ობსერვატორიიდან შეიძლებოდა კარგი დაკვირვებების განხორციელება პლანეტა ვენერას მოძრაობაზე. და როგორც აღვნიშნეთ, მაიას ტომს ჰქონდა კალენდარი, რომელიც მიბმული იყო, ესე იგი, ვენერას ციკლთან. საინტერესო ცივილიზაციას წარმოადგენს ძველბერძნული ცივილიზაცია, მათ შესახებ უფრო დაწვრილებით ვილაპარაკებ მომდევნო ლექციაში. აქ ვიტყვი, რომ ფაქტურად ძველბერძნულ ცივილიზაციაში ჩაისახა თანამედროვე მეცნიერული აზროვნება, ასე ვთქვათ, თანამედროვე მეცნიერული კვლევის მეთოდები. უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით სხვა ცივილიზაციებისაგან, მაგალითად, როგორც იყო მესოპოტამიური ცივილიზაცია ან ეგვიპტური, ბერძნები არ შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ დაკვირვებების გაკეთებით, ზუსტი დაკვირვებებით ან ზუსტი პროგნოზებით. ბერძნებს მიაჩნდათ, რომ გარდა დაკვირვებების მონაცემის ჩაწერისა ან დაკვირვებებზე დაღრდნობით პროგნოზის გაკეთებისა საჭირო იყო გარკვეული
მოდელის წარმოდგენა, მოდელის შექმნა, რომელიც აღწერდა ამა თუ იმ მოვლენას. ხო, ამ შემთხვევაში უნდა შექმნილიყო მოდელი, რომელიც აღწერდა ციური სხეულების მოძრაობას, ხო? აქ რამდენიმე მოდელს გაგაცნობთ, რომელიც არსებობდა სამყაროს შესახებ ძველ ბერძნულ ცივილიზაციაში. ბერძნები გარდა საკუთარი დაკვირვებისა იყენებდნენ ასევე სხვა ცივილიზაციებში არსებულ დაკვირვებებს, ბერძენი ფილოსოფოსები, მეცნიერები მოგზაურობდნენ და ეცნობოდნენ ამ დაკვირვებებს და ასე ვთქვათ, დასკვნების გასაკეთებლად მოდელების შექმნის მიზნით იყენებდნენ ამ დაკვირვებებსაც. ხო, კერძოდ ისინი ეყნობოდნენ ასევე მესოპოტამიურ მონაცემებს, ხო? რამდენიმე ფილოსოფოსის მეცნიერის მოსაზრებას გაგაცნობთ და დემოკრიტე წამოაყენა თეზა, რომ სამყარო უსასრულოა. თალესი თვლიდა, რომ მიწა დაცურავს წყალში. არსებობდა სამყაროს პითაგორელთა მოდელიც, მაგალითად ისინი თვლიდნენ, რომ სამყაროს ცენტრში მოთავსებულია ღვთიური ცეცხლი და მის გარშემო ბრუნავენ ციური ობიექტები. პითაგორელებს მიაჩნდათ, რომ ციური ობიექტები და მათ შორის დედამიწა არის სფერული ფორმის და პითაგორელები თვლიდნენ, რომ აი ამ ღვთიური ცეცხლის გარშემო ბრუნავდა 10 სხეული, ის იყო 5 პლანეტა და მთვარე, დედამიწა, მზე და კონტრდედამიწა. პითაგორელები, ისევე როგორც მათი მასწავლებელი პითაგორა, თვლიდა, რომ რიცხვებში არის გარკვეული მაგიური, მისტიური შინაარსი ჩადებული. მას მიაჩნდა, რომ 10-იანი რიცხვი 10 ეს არის სრულყოფილი რიცხვი და რადგან სამყარო უნდა ყოფილიყო სრულყოფილი, მაშინ უნდა ყოფილიყო 10 ობიექტი. ისინი აკვირდებოდნენ მხოლოდ 5 პლანეტას, აკვირდებოდნენ მზეს, დედამიწას და იმისთვის, რომ ეს რაოდენობა ციური სხეულებისა შეევსოთ 10-მდე, მათ შემოიტანეს ესეთი ცნება, როგორიც არის კონტრდედამიწა. ასევე სფერული ფორმა ყველა ობიექტს უნდა ქონოდა, იმიტომ რომ მათ მიაჩნდათ, რომ სფერული ეს არის სრულყოფილი ფორმა. არსებობდა არისტოტელეს გეოცენტრული მოდელი, რომელიც საკმაოდ, ასე ვთქვათ, დიდი ხნის განმავლობაში იყო დამკვიდრებული. გეოცენტრული ნიშნავს იმას, რომ ამ მოდელში სამყაროს ცენტრში მოთავსებული იყო დედამიწა, დედამიწის გარშემო კი ბრუნავდნენ მთვარე, მზე და სხვა პლანეტები. არისტოტელეს მიაჩნდა, რომ დედამიწის, ესე იგი, გარშემო არსებობს კონცენტრული სფეროები, რომელზეც დამაგრებულია ეს ციური სხეულები და ამ კონცენტრულ სფეროებზე მოძრაობენ ეს ციური სხეულები და ყველაზე, ასე ვთქვათ, გარე კონცენტრულ სფეროზე დამაგრებული იყვნენ ვარსკვლავები არისტოტელეს მოდელში. არისტოტელეს მოდელის გაგრძელება პტოლემეოსის გეოცენტრული მოდელი, რომელმაც თქვა, რომ პლანეტები, სხვა ციური სხეულები კი არ ბრუნავენ უშუალო დედამიწის გარშემო, არამედ ეს სხეულები ბრუნავენ წრეწირზე და ამ წრეწირთა ცენტრები ბრუნავენ დედამიწის გარშემო. ანუ ეს პლანეტები ასრულებენ, ასე ვთქვათ, ეპიციკლურ მოძრაობას. ეს მოდელი საჭირო იყო, ასე ვთქვათ, პლანეტების რეტროგრადული მოძრაობის ასახსნელად. კერძოდ დაკვირვებები უჩვენებდა, რომ ზოგჯერ პლანეტა მიდის წინ და ზოგჯერ პლანეტა მოძრაობს უკან, ანუ ასრულებს რეტროგრადულ მოძრაობას და ეს მოძრაობა რომ ყოფილიყო ახსნილი, პტოლემეოსმა წარმოადგინა ეს გეოცენტრული მოდელი, რომელშიც პლანეტები მოძრაობდნენ ეპიციკლებზე და ეს მოდელი, ეს გეოცენტრული მოდელი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო დამკვიდრებული. საინტერესოა აღინიშნოს, რომ აი ანტიკურ ეპოქაში უკვე იყო მოსაზრებები, რომლის თანახმადაც სამყაროს ცენტრში მოთავსებული იყო არა დედამიწა, არამედ მზე. ანუ წარმოდგენილი იყო ჰელიოცენტრული მოდელები და ერთ-ერთი ავტორი ამ ჰელიოცენტრული მოდელისა არის ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტარქე. არისტარქე თვლიდა, რომ როგორც თქვით, სამყაროს ცენტრში არის მზე.
სამყაროს გარს აკრავს ფიქსირებული ვარსკვლავების სფერო და დედამიწა ყოველწლიურად შემოულის მზეს წრიულ ორბიტაზე და დედამიწა ასევე ასრულებს ბრუნვით მოძრაობას საკუთარი ღერძის გარშემო და ღერძის გარშემო ერთსრულ ბრუნს დედამიწა აკეთებს ერთი დღე-ღამის განმავლობაში და არის სტარქეს მოდელში პლანეტები სწორი თანმიმდევრობით იყო განლაგებული, ანუ იმ თანმიმდევრობით როგორც მათ ხო ვაგვირდებით და ასე თქვა დადასტურებულია, რომ ისინი მართლაც ასე არიან განლაგებულები. ჰელიოცენტრული მოდელი არ დამკვიდრდა რამდენიმე მიზეზის გამო, არ იქნა მიღებული ძველი ბერძნების მიერ. ეს მოდელი ეწინააღმდეგებოდა მაშინ არსებულ საღ აზრს. კერძოდ ჩნდებოდა რამდენიმე შეკითხვა ამ მოდელთან დაკავშირებით და როგორც ჩანს ამ შეკითხვაზე არ იყო დამაჯერებელი პასუხები გაცემული ჰელიოცენტრული მოდელის წარმოდგენთა მხრიდან. პირველი შეკითხვა იყო ასეთი, რომ თუ დედამიწა მოძრაობს და არ არის გაჩერებული, რატომ არ ვგრძნობთ ჩვენ ამ მოძრაობას, ხო? და თან მით უმეტეს ამ მოდელში დედამიწა ასრულებდა ორი სახის მოძრაობას, ბრუნავდა მზის გარშემო და ბრუნავდა საკუთარი ღერძის გარშემო და ამ მოძრაობის ვერ შეგრძნება, ვერ დაფიქსირება ადამიანების მხრიდან თითქოს ეწინააღმდეგებოდა საღ აზრს. ასევე გაჩნდა ასეთი შეკითხვა, რომ თუ დედამიწა ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო, ჩვენ უნდა მუდმივად ვგრძნობდეთ ატმოსფეროს მოძრაობას, ჰაერის მოძრაობას. ანუ მუდმივად უნდა იყოს ქარი, რადგან დედამიწას, ასე ვთქვათ, გარს აკრავს აირის ატმოსფერო. და იყო კიდევ ასეთი შეკითხვა, რომ თუ დედამიწა ბრუნავს, მაშინ ვარსკვლავებზე დაკვირვებისას ჩვენ უნდა ხედავდეთ, რომ ვარსკვლავები ცაზე იცვლიან მდებარეობას, ანუ უნდა ვაკვირდებოდეთ ეგრეთ წოდებულ პარალაქს. პარალაქს მართლაც ვაკვირდებით, მაგრამ როგორც ჩანს, იმ დროისთვის ასეთი დაკვირვებები არ არსებობდა და აი ამ შეკითხვებზე, როგორც ჩანს, არ იქნა გაცემული დამაჯერებელი პასუხები და ჰელიოცენტრული მოდელი, რომელიც საკმაოდ ახლოს არის, ასე ვთქვათ, სწორ მოდელთან არ დამკვიდრდა. ასევე შეიძლება აღინიშნოს, რომ სავარაუდოდ არისტოტელეს ავტორიტეტმაც მოახდინა ამაზე გავლენა. არისტოტელემ თვითონ წარმოადგინა გეოცენტრული მოდელი, რომელსაც იგი ასაბუთებდა და ასე ვთქვათ, შეიძლება ძალიან რთული იყო არისტოტელეს მოდელის წინააღმდეგ წასვლა. შუა საუკუნეებში მეცნიერების განვითარების ტემპები იყო შენელებული, ამ დროს ძირითადად დომინირებდა რელიგიური წარმოდგენები ცხოვრებაზე, დომინანტ როლს ადამიანთა ცხოვრებაში და ქვეყნების ცხოვრებაში ასრულებდნენ რელიგიური ინსტიტუტები და ძირითადად, ასე ვთქვათ, ასეთი რელიგიური ხედვები განსაზღვრავდნენ წარმოდგენა სამყაროზე და მიღებული იყო ის წარმოდგენები, ის დებულებები, რომელთაც, ასე ვთქვათ, დადებითად შეაფასებდნენ რელიგიური ინსტიტუტები, ამიტომ შუა საუკუნეებში ბევრი არაფერი შეცვლილა პტოლემეოსის მოდელის შემდეგ, კვლავ იყო მიჩნეული, რომ მართებულია გეოცენტრული მოდელი, როდესაც სამყაროს ცენტრში მოთავსებულია დედამიწა და მის გარშემო ბრუნავენ ციური სხეულები და ეს მთელი სამყარო, ასე ვთქვათ, ეჭირათ ანგელოზებს, ციურ ძალებს და ისინი განსაზღვრავდნენ, ასე ვთქვათ, წესრიგს სამყაროში. არსებობდა მოდელი, რომლის მიხედვითაც დედამიწა შედგებოდა რამდენიმე შრისგან და ეს შრეები შეესაბამებოდა, ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთის სხვადასხვა დონეს და ზეცაც შედგებოდა რამდენიმე შრისგან და ცის შრეები შეესაბამებოდნენ სამოთხის დონეებს, სხვადასხვა საფეხურებს, ასე ვთქვათ. მეცნიერების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი, დადებითი როლი ითამაშა ისლამურმა
კულტურამ, კერძოდ მუსულმანმა სწავლულებმა თარგმნეს ძველი ბერძენი ფილოსოფოსების ნაშრომები და შემდეგ რენესანსის ეპოქაში და შემდეგ არაბულიდან ითარგმნა, ასე ვთქვათ, ევროპულ ენებზე ძველი ბერძნების ნაშრომები და ეს ნაშრომები გამოყენებული იქნა მეცნიერების განვითარებისთვის. მუსულმანმა ასტრონომებმა შეავსეს თავისი დაკვირვებებით ძველ ბერძენთა დაკვირვებები და როგორც ვთქვით, მუსულმანი მეცნიერების მიერ შემონახულმა მასალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეცნიერების განვითარებაში რენესანსის დროს. ისლამურმა კულტურამ დადებითი როლი ითამაშა მეცნიერების განვითარებაში, გამომდინარე მისი რამდენიმე თავისებურებიდან. ერთ-ერთია, რომ ისლამი თავის მიმდევრებს მოუწოდებს სწავლის ცოდნის დაგროვებისკენ, ცოდნის შეძენისაკენ და ასე ვთქვათ, ცოდნის შეძენა, სწავლა, განათლების მიღება ისლამში ითვლება კარგ საქმეთ, რომელიც ღმერთს მოსწონს. ასევე ისლამის მიხედვით მეცნიერები ითვლებიან კარგ ადამიანებად, მეცნიერები, რომლებიც თავის ცოდნას იყენებენ ადამიანთა სასიკეთოდ, ღვთის მოსაწონად, ღვთის სიტყვის გასავრცელებლად ითვლებიან კარგ ადამიანებად და მეცნიერების განვითარებაც ითვლება ღვთის მოსაწონ საქმედ ისლამის მიხედვით. ასევე ეს ის პერიოდია, როდესაც ისლამური სამყარო ფართოვდება, ისლამური სამყაროს საზღვრები იზრდება, მუსულმანები მიდიან სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ამ ქვეყნების დასაზვერად, ასევე სავაჭროდ, ასევე შემდგომში საომრად. ამიტომ მოგზაურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი გზების გაგნება, თარიღების ცოდნა, კოორდინატების ცოდნა და ამისთვისაც მნიშვნელოვანია იყო ციურ სხეულებზე დაკვირვება, ანუ ეს ასტრონომიის განვითარება და ბერძენთა ცოდნის გამოყენებას მუსულმანურ სამყაროში ჰქონდა ასევე ძალიან, ასე ვთქვათ, პრაგმატული და პრაქტიკული დანიშნულებაც. ახლა გადავალ თანამედროვე შეხედულებაზე სამყაროს შესახებ. მინდა აღნიშნო, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისშიც მეცნიერები თვლიდნენ, რომ სამყარო სტატიკურია, ანუ სამყარო არ განიცდის ევოლუციას. ითვლებოდა, რომ პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს სამყაროში, ისინი ყოველთვის მიმდინარეობდა და მომავალშიც იქნება, ასე ვთქვათ, ეს პროცესები და არაფერი ახალი არ ხდება სამყაროში და არ მოხდება. ეს, ასე ვთქვათ, სამყაროს სტატიკური სამყაროს მოდელი იყო დამკვიდრებული და მიღებული. 1929 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა აღმოაჩინა, რომ გალაქტიკები შორდებიან. თუ როგორ აღმოაჩინა და რა პრინციპზე დაყრდნობით, ამას დაწვრილებით ვილაპარაკებ ლექციაში, სადაც ლაპარაკი იქნება ოპტიკაზე და ალღურ მოვლენებზე. აქ კი ვიტყვი, რომ თქვათ, ჰაბლმა თავისი დასკვნების გასაკეთებლად გამოიყენა დოპლერის ეფექტი, დაახლოებით ასეთი სურათი შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ დაინახა ჰაბლმა, რომ ჩვენ გვშორდებიან სხვა გალაქტიკები. და უფრო მეტიც, გალაქტიკები არა მარტო ჩვენ გვშორდებიან, არამედ ნებისმიერი ორი გალაქტიკა შორდება ერთმანეთს. და ჰაბლმა დაადგინა გალაქტიკების დაშორების კანონი. კერძოდ, რაც უფრო შორს არის ორი გალაქტიკა ერთმანეთისგან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი ერთმანეთს და დაშორების სიჩქარე პირდაპირ პროპორციულია ორ გალაქტიკას შორის მანძილის. ანუ დაშორების სიჩქარე არის ორ გალაქტიკას შორის მანძილი გამრავლებული რიცხვზე, რომელსაც ეწოდება ჰაბლის მუდმივა. გალაქტიკები ერთმანეთს შორდებიან ისე, რომ მათი ზომები ამ დაშორების პროცესში არ იცვლება, ამ დაშორების გამო მათი ზომები არ იცვლება და არის ესეთი ცნობილი პოპულარული მოდელი ქიშმიშიანი
პურის ქიშმიშიანი ფუნთუში, სადაც თქვათ სომში არის ქიშმიშები და მათ შორის არის ნებისმიერ ორ მარცვალ შორის, ქიშმიშის ორ მარცვალ შორის რაღაც ფიქსირებული ზომა, ცომის გაფუებისას ზომები ქიშმიშის მარცვლებს შორის შეიცვლება, მაგალითად თუ ადრე ორ მარცვალ შორის მანძილი იყო 5 სანტიმეტრი, შეიძლება გახდეს 10 სანტიმეტრი, თვითონ ცომის ზომებიც შეიცვლება, მაგრამ თვითონ ქიშმიშის მარცვლების ზომები არ შეიცვლება. აი დაახლოებით ესეთია მარტივად რომ თქვა სამყაროს გაფართოების მოდელი. ხო თუ ნებისმიერი ორი ობიექტი, ორი galaktika შორდება ერთმანეთს, ეს ნიშნავს იმას, რომ სამყარო ფართოვდება. ესე იგი სამყარო არ არის სტატიკური, სამყარო მუდმივად იცვლება. აი ჰაბლის აღმოჩენამ უკვე დაუდო საფუძველი აი ამ ახალ შეხედულების დამკვიდრებას, რომ სამყარო მუდმივად განიცდის ცვლილებას და განიცდიდა ცვლილებას. ბუნებრივია თუ ლაპარაკობთ, რომ galaktikები დროთა განმავლობაში მუდმივად შორდებიან ერთმანეთს, ხო, აი ამ სურათზეა ნაჩვენები. ხო, როგორ იცვლება სამყაროს ზომები დროთა განმავლობაში. ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ წარსულში ისინი უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ვიდრე დღეს არიან. ხო? კიდევ უფრო ადრე, კიდევ უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ხო, სამყაროს ზომებით წარსულში უფრო და უფრო მცირე იყო. ანუ ბუნებრივია ვარაუდი იმის შესახებ, რომ სამყარო რაღაც მომენტში თავმოყრილი იყო ერთ წერტილში და ამ ერთი წერტილიდან დაიწყო მან წარმოქმნა. ანუ, ასე ვთქვათ, ეს არის დიდი აფეთქების თეორია, შეიძლება უწოდოთ ამას, ან დიდი აფეთქების მოდელი, რომელიც ამბობს, რომ თავიდან სამყარო იყო ერთ წერტილში, შემდეგ მოხდა აფეთქება, წარმოიქმნა მატერია, დრო და სივრცე, ანუ ჩვენი სამყარო. ეხლა საინტერესოა, როგორ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იყო სამყარო თავისი ევოლუციის ადრეულ ეტაპზე. პასუხი არის ის, რომ შორეულ ობიექტებზე დაკვირვებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია სამყაროს წარსულის შესახებ. ინფორმაციის გავრცელების მაქსიმალური სიჩქარე ემთხვევა სინათლის სიჩქარეს. იგი საკმაოდ დიდია, 300,000 კილომეტრი წამში, მაგრამ სასრულია, ანუ ინფორმაცია ვრცელდება სასრული სიჩქარით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია რომელიმე ობიექტიდან, მე ვიგებ არა იმას, როგორია ობიექტი ახლა, არამედ როგორი იყო ობიექტი მაშინ, როდესაც ინფორმაცია წამოვიდა ამ ობიექტიდან. ანუ მე ვიგებ ინფორმაციას ობიექტის წარსულის შესახებ და, ასე ვთქვათ, ინფორმაცია დაგვიანებულია ზუსტად იმ დროით, რა დროც ჭირდება ინფორმაციას, რომ მოვიდეს მოცემული ობიექტიდან ჩვენამდე. შეგვიძლია, ასე ვთქვათ, განვიხილოთ ასეთი ანალოგიაც, ვთქვათ, ჩვენი ნათესავები, მეგობრები ცხოვრობენ ძალიან შორს ჩვენგან და აგზავნიან წერილებს. და ამ წერილებში ისინი აღწერენ თავის ერთ რომელიმე დღეს. ოღონდ წერილის მოსვლას ჩვენამდე ჭირდება გარკვეული დრო. დაუშვათ, რომ თქვათ, საინფორმაციო ტექნოლოგიები არ არის განვითარებული და წერილებს აგზავნიან კურიერით. თქვათ, ჩვენმა ახლობელმა აღწერა თავისი ერთი დღე, გამოატანა წერილი კურიერს და კურიერმა ჩვენამდე მოსვლას მოანდომა ერთი კვირა. წერილის წაკითხვისას ჩვენ გავიგებთ იმას, რას აკეთებდა ჩვენი ახლობელი ერთი კვირის წინ. ხო? ზუსტად ასევე, როდესაც სინათლე მოდის ჩვენამდე, ჩვენ ვიგებთ, როგორი იყო ობიექტი იმ დროით ადრე, რა დროც მოანდომა სინათლემ ობიექტიდან ჩვენამდე მოსვლას. და სხვა ობიექტებზე და რაც უფრო შორს არის ობიექტი, ხო, მით უფრო მეტ დროს ანდომებს სინათლე ჩვენამდე მოსვლას, შესაბამისად, მით უფრო დაგვიანებულია ინფორმაცია და შესაბამისად, მით უფრო ადრეულ წარსულზე გვაქვს ინფორმაცია.
ეხლა შორეულ ობიექტებზე დაკვირვებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია ჩვენი galaktikis ევოლუციის შესახებაც კი წარმოვიდგინოთ ისევ ასეთი ანალოგია ვთქვათ რამდენიმე ტყუპი ძმა ცხოვრობს სხვადასხვა ადგილას ერთმანეთისგან მოშორებით და ისინი იღებენ წერილებს ერთმანეთისგან სადაც ისინი აღწერენ თავის ერთ ჩვეულებრივ დღეს და წერილის მისვლა სჭირდება გარკვეული დრო. როდესაც ერთი ტყუპის ძმა კითხულობს მეორე ტყუპი ძმის წერილს, რომელიც მასთან მოვიდა გამოგზავნიდან 10 დღის შემდეგ, ის იგებს თუ როგორ ცხოვრობდა მისი ძმა 10 დღის წინ. და თუ ეს ტყუპები არიან მოთავსებული იდენტურ გარემოში და იდენტურად მიდის მათი ცხოვრება, ფაქტიურად ძმის წერილის წაკითხვისას ერთ-ერთ ტყუპს შეუძლია გაიგოს ინფორმაცია თავისი წარსულის შესახებ. როგორი იყო მისი ცხოვრება, თქვა 10 დღის წინ. მსგავსი შემთხვევა, ასე ვთქვათ, ციურ ობიექტებზე, შორეულ ობიექტებზე დაკვირვებით. თუ სინათლე მოცემული ობიექტიდან ჩვენამდე მოსვლას ანდომებს 1 წელიწადს, მაშინ ვამბობთ, რომ ეს ობიექტი ჩვენგან დაშორებულია 1 სინათლის წელიწად. თუ ესე იგი 1 სინათლის წელიწადი, ეს არის მანძილი, რომელსაც სინათლე გადის 1 წელიწადში. მე ვიდეოზე შეიძლება, ასე ვთქვათ, ნახოთ ილუსტრაცია იმისა, რასაც ვილაპარაკე, რომ თუ ჩვენ ვაკვირდებით მახლობელ ობიექტებს, ისინი დაახლოებით ერთნაირია, იმიტომ რომ ინფორმაციის დაგვიანება შედარებით პატარა. თუ უფრო შორს გავიხედავთ, ხო, ინფორმაცია უფრო იგვიანებს. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია ობიექტების უფრო შორეული წარსულის შესახებ და ძალიან შორს ჩვენ შეგვიძლია, ასე ვთქვათ, დავაკვირდეთ ობიექტებს, რომლებიც მოგვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი იყო სამყარო თავისი, ასე ვთქვათ, ევოლუციის საწყის ეტაპებზე, იმიტომ რომ რაც უფრო შორს არის ობიექტი, როგორც ვთქვით, ინფორმაცია უფრო მეტად იგვიანებს და შესაბამისად ჩვენამდე მოდის ინფორმაცია ძალიან შორეული წარსულის შესახებ. სამყაროს ხილული ზომა 13-14 მილიარდი სინათლის წელია, ანუ ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ პროცესები, რომლებიც მიმდინარეობდა დაახლოებით 13-14 მილიარდი წლის წინ, ანუ ჩვენამდე მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა აი ამ ობიექტებზე, რომლებიც ჩვენგან 13-14 მილიარდი სინათლის წლით არიან დაშორებულები, აი ზუსტად აი ამ დროის წინ, 13-14 მილიარდი წლის წინ. და შეფასებები ჩვენებს, რომ სამყაროს ასაკიც დაახლოებით 13-14 მილიარდი წელია. საინტერესოა ის თუ რა ხდებოდა დიდი აფეთქების შემდეგ, პირველ რიგში როგორ დაიწყო წარმოშობა მატერიამ. დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიქმნა როგორც მატერია, ისე ანტიმატერია, ანუ არსებობდნენ ნაწილაკები და ანტინაწილაკები. ნაწილაკების და ანტინაწილაკების ურთიერთქმედების შედეგად ორივე ქრება. შესაბამისად, რომ არსებულიყო ერთნაირი რაოდენობა, როგორც ნაწილაკების, ასევე ანტინაწილაკების, ხო? მატერია ვერ წარმოიქმნებოდა დროთა განმავლობაში ისინი გაქრებოდნენ და როგორც არაფრისგან წარმოიქმნა სამყარო, ისევ, ასე ვთქვათ, არაფერი დარჩებოდა მისგან. მაგრამ არსებობდა დისბალანსი ნაწილაკებისა და ანტინაწილაკებისა. ეს დისბალანსი დიდი არ იყო, შეიძლება ვთქვათ, მაგალითად, მილიარდ ანტინაწილაკზე მოდიოდა მილიარდი და 1 ნაწილაკი. ამიტომ ასე ვთქვათ, დისბალანსი იყო ნაწილაკების სასარგებლოდ, ყველა ერთნაირი რაოდენობის ნაწილაკი და ანტინაწილაკი გაქრა ანიჰილირდა ურთიერთქმედებისას და დისბალანსის გამო დარჩნენ ნაწილაკები და ამ ნაწილაკებმა დაიწყეს მატერიის წარმოქმნა. დიდი აფეთქების შემდეგ ტემპერატურა იყო ძალიან დიდი და შეუძლებელი იყო ამ ტემპერატურის პირობებში ატომური მატერიის წარმოქმნა, ხო? როგორია ჩვენ წარმოდგენა ატომზე, ეს არის ბირთვი, რომელშიც თავის მხრივ თავმოყრილია პროტონები და ნეიტრონები და
ბირთვის გარშემო ბრუნავს ელექტრონები. ანუ ატომური მატერიის არსებობისათვის საჭიროა, რომ სხვადასხვა ელემენტები იყვნენ ერთმანეთთან შეკავშირებულნი და შეკავშირებულმა ელემენტებმა წარმოქმნან გარკვეული მდგრადი სტრუქტურები. თუ ტემპერატურა დიდია გარემოში, ეს ნიშნავს, რომ ელემენტები მოძრაობენ ძალიან სწრაფად, ხო? და შესაბამისად, ძალიან სწრაფად მოძრავი ელემენტების ერთმანეთთან შეკავშირება რთულდება და თუ ტემპერატურა რაღაცაზე მეტია, ეს შეკავშირება ფაქტიურად შეუძლებელი. ასევე ვთქვათ, წარმოიქმნა შეკავშირებული სტრუქტურა, მაგრამ ტემპერატურა კვლავ დიდია, თუ ეს სტრუქტურა ძალიან სწრაფად მოძრაობს, ეჯახება სხვა ნაწილაკებს ან სხვა მსგავს სტრუქტურებს და ძალიან დიდი ტემპერატურის შემთხვევაში, ანუ ძალიან დიდი სიჩქარეების შემთხვევაში დაჯახებები უბრალოდ დაშლიან ამ სტრუქტურებს. ანუ ტემპერატურა უნდა იყოს რაღაცაზე ნაკლები, რომ შესაძლებელი იყოს მდგრადი შეკავშირებული სტრუქტურების არსებობა. სამყაროს გაფართოებისას ტემპერატურა ნელ-ნელა ეცემოდა და დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 400,000 წლის შემდეგ ტემპერატურა საკმარისად დაეცა დაახლოებით 3000 გრადუსამდე და ამ დროს, ესე იგი, შესაძლებელი იყო ატომური მატერიის წარმოქმნა. უკვე ელემენტებს შეეძლოთ, ასე ვთქვათ, წარმოექმნათ მდგრადი შეკავშირებული სტრუქტურები. დიდი აფეთქების შემდეგ გამოიყო 4 ტიპის ურთიერთქმედება, აი აქ ხედავთ, ესე იგი, დროს რა დროის შემდეგ ხდება აი ამ ურთიერთქმედების გამოყოფა და რა ტემპერატურებს შეესაბამება აი ეს მომენტი, ამ მომენტში რა ტემპერატურა იყო სამყაროში. ხო? პირველი გამოიყო გრავიტაციული ურთიერთქმედება. გრავიტაციული ურთიერთქმედება ჩდება მასიური სხეულების ურთიერთქმედებით, ასე ვთქვათ, ის გამო, რომ სხეულებს გააჩნიათ მასა, ისინი ურთიერთქმედებენ, ამ ურთიერთქმედებით გვიზიდავს ჩვენ დედამიწა, ამ ურთიერთქმედების გამო იზიდავენ ერთმანეთს ციური სხეულები, დედამიწა და მზე, დედამიწა და მთვარე და ფაქტიურად ეს გრავიტაციული ურთიერთქმედება განაპირობებს, ასე ვთქვათ, კოსმოსურ წესრიგს. შემდეგ გამოიყო ბირთვული, ანუ ძლიერი ურთიერთქმედება, ბირთვული ურთიერთქმედება, იგივე ძლიერი ურთიერთქმედება ინარჩუნებს ელემენტებს ატომის ბირთვში, ანუ აკავშირებს ერთმანეთთან პროტონებს და ნეიტრონებს ატომის ბირთვში. შემდეგ ხდება ელექტრომაგნიტურისა და სუსტი ურთიერთქმედების გამოყოფა. ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება ვლინდება დამუხტულ სხეულებს შორის, ელექტრული მუხტის მქონე სხეულებს შორის, მაგნიტური ურთიერთქმედება ვლინდება, როდესაც, ასე ვთქვათ, ელექტრული მუხტის მქონე სხეულები მოძრაობენ ერთმანეთის მიმართ. ამაზე უფრო დაწვრილებით ვილაპარაკებ ლექციაში, რომელშიც აღწერილია ელექტრომაგნიტური მოვლენები. სუსტი ურთიერთქმედება ვლინდება ზოგიერთი ბირთვული რეაქციის დროს, ზოგიერთ ბირთვულ პროცესში. ანუ, ესე ვთქვათ, დიდი აფეთქების შემდეგ გამოიყო აი ეს 4 ძალა, 4 ტიპის ურთიერთქმედება. სამყარო შედგება 5 ელემენტისაგან და აქ მოყვანილია პროცენტული რაოდენობა, ასე ვთქვათ, შემადგენელი ელემენტებისა. ეს არის ფარული ენერგია, რომელიც წარმოადგენს დაახლოებით 73%. ფარული ენერგია, რომ ვთქვათ, პასუხისმგებელია სამყაროს აჩქარებულ გაფართოებაზე. სამყაროს დაახლოებით 23%-ს წარმოადგენს ფარული მატერია. ამ ფარულმა მატერიამ გამოიწვია galaktikების ფორმირება და პასუხისმგებელია galaktikების მდგრადობაზე. ამაზე დაწვრილებით ვილაპარაკებ ქვემოთ და ერთ-ერთ ლექციაში, სადაც ასტრონომიაზე ელაპარაკი. ენერგიას და მატერიას, აი, რომელზეც იყო ლაპარაკი, ქვიათ ფარული, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ არ ვიცით ისინი რას წარმოადგენენ, ხო, მათი თვისებები, მათი მახასიათებლები არ არის შესწავლილი. სამყაროს მხოლოდ 4%-ს წარმოადგენს ატომური მატერია, ანუ მატერია, რომლისგანაც შევდგებით ჩვენ, ნივთები, ჩვენს გარშემო
დაახლოებით 5000%-ს წარმოადგენს სინათლე, თქვათ გამოსხივება ფოტონების სახით და დაახლოებით 3000%-ს წარმოადგენს ნეიტრინოები. ეს არის სინათლის სიჩქარით მოძრავი უმასო ელემენტები და არ ურთიერთქმედებენ ატომურ მატერიასთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნეიტრინოების თვისებების შესწავლა, მახასიათებლების შესწავლა დღესაც გრძელდება და ასე ვთქვათ, შეიძლება ნეიტრინოებზე წარმოდგენები შეიცვალოს და ნეიტრინოების ახალმა აღმოჩენილმა თვისებებმა შეცვალონ სხვა დამკვიდრებული წარმოდგენები. ესე იგი, საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ რეალურად სამყაროს უდიდეს ნაწილს წარმოადგენს ფარული ენერგია და ფარული მატერია. დაახლოებით 96%-ს წარმოადგენს სამყაროში ის, რის შესახებაც ჩვენ, ვთქვათ, დიდი ინფორმაცია არ აქვს, რაზეც ჩვენ არ აქვს ნათელი წარმოდგენა. აქვე მინდა აღვნიშნო, ჩემი აზრით ეს საინტერესოა, რომ სამყაროს ჯამური ენერგია ნულის ტოლი, ანუ თუ ჩვენ ავჯამავთ ყველა ტიპის ენერგიას, ყველა ტიპის ურთიერთქმედების ენერგია სამყაროში ნულს მივიღებთ. და ეს შედეგი ლოგიკურია, რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ სამყარო წარმოიქმნა დიდი აფეთქების შედეგად და თავიდან სამყარო წარმოადგენდა არაფერს, ხო, ანუ მისი ენერგია იყო არაფერი, ნულის ტოლი, ხო, ეს ენერგია უნდა დარჩეს ნულის ტოლად სამყაროს ევოლუციის პროცესში. უბრალოდ საწყისი ნულოვანი ენერგიის გაყოფა მოხდა სხვადასხვა ტიპის ენერგიებად, ხო? ამის ასახწერად მე მოვიყვან ორ ანალოგიას, ორ მაგალითს. ერთი, თუ ჩვენ გვიჭირავს რაიმე სხეული, ვთქვათ, კალამი იატაკიდან რაღაც სიმაღლეზე, მისი მოძრაობის, ანუ კინეტიკური ენერგია ჩვენს მიმართ ნულის ტოლია. თუ კალამს ხელს გავუშვებთ, იგი ამოძრავდება, დაიწყებს ვარდნას, ანუ შეიძენს მოძრაობის კინეტიკურ ენერგიას. ხო? ანუ ნულოვანი კინეტიკური ენერგია საიდანღაც გაჩნდა, ხო? სინამდვილეში რა მოხდა? სინამდვილეში კალმის დედამიწასთან ურთიერთქმედების ენერგია, ანუ მისი პოტენციური ენერგია გადავიდა კალმის მოძრაობის კინეტიკურ ენერგიაში, ხო? ანუ მისი საწყისი პოტენციური ენერგია, დედამიწასთან ურთიერთქმედების ენერგია გაიყო ორ ნაწილად, მოძრაობის ენერგიად და დედამიწასთან ურთიერთქმედების ენერგიად, პოტენციური ენერგიად და მოძრაობის და პოტენციური ენერგიების ჯამი კი რჩება მუდმივი. მეორე ანალოგია უფრო ყოფითია. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ არ გვაქვს თანხა, კაპიტალი, ანუ ჩვენი კაპიტალი ნულის ტოლია, მაგრამ ჩვენ გვინდა რაიმე ნივთის შეძენა. ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ ბანკში და ავიღოთ სესხი. ვთქვათ, ეს სესხი უპროცენტოა. და აღებული სესხით ჩვენ ვყიდულობთ ნივთს. ჩვენი კაპიტალი ნივთის შეძენის შემდეგ კვლავ ნულის ტოლია, იმიტომ რომ ჩვენ არ გაგვაჩნდა კაპიტალი და ბუნებრივია თუ არ გამოგვიმუშავებია, არც გვექნება. უბრალოდ ჩვენი საწყისი ნულოვანი კაპიტალი ჩვენ გავყავით ორ ნაწილად. შეძენილ ნივთად, ანუ პოზიტიური ნაწილი, დადებითი ნაწილი და სესხად, ანუ არყოფითი ნაწილი. თუ შევკრიბავთ ნივთის ღირებულებას და სესხს, კვლავ ნულს მივიღებთ, ხო, ჩვენ ჯამურ კაპიტალს, არა? აი დაახლოებით შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ, რომ დიდი აფეთქების დროს მოხდა საწყისი ნულოვანი ენერგიის გაყოფა სხვადასხვა ტიპის ენერგიებად. აქ ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლებოდა სამყაროს შემადგენელი ელემენტების სიმკვრივე სამყაროს გაფართოებისას. აქ მოცემულია სამყაროს ზომა ფარდობით ერთეულებში. დღევანდელ ზომას შეესაბამება 1 ერთეული, ხოლო აქ მოცემულია სიმკვრივე ფარდობით ერთეულებში და ერთეულოვანი სიმკვრივე შეესაბამება ფარული ენერგიის სიმკვრივეს. როგორც ხედავთ, სხვადასხვა დროს დომინირებდა სხვადასხვა ელემენტი სამყაროში. ეს ყვითელი მოყვითალო ხაზი შეესაბამება
გამოსხივების სიმკვრივეს. თავის მხრივ გამოსხივება შედგება ფოტონების და ნეიტრინოებისაგან. ეს მოიასამნისფრო ხაზი შეესაბამება მატერიის სიმკვრივეს, რომელიც შედგება ატომური და ფარული მატერიისაგან, ხოლო თეთრი ხაზი ფარული ენერგიის სიმკვრივეს. როგორც ხედავთ, საწყის ეტაპზე სამყაროში დომინირებდა გამოსხივება, შემდეგ დომინანტი იყო მატერია და დღევანდელ სამყაროში დომინირებს ფარული ენერგია. და ესე ვთქვათ, არის ასეთი მოდელი, რომ ფარული ენერგია მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ფართოვდება, ფარული ენერგიის სიმკვრივე სამყაროში რჩება მუდმივი. ანუ თითქოს სამყაროს გაფართოებისას ეს ფარული ენერგია ჩდება სამყაროში, ეს ამას გულისხმობს. აქ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ილუსტრაცია იმისა, თუ რა ეტაპებს გადიოდა სამყარო თავის ევოლუციის დროს და რა ტიპის ობიექტები ჩნდებოდა. ესე იგი, სამყაროს ასაკს დაახლოებით 13.7 მილიარდ წელს შეუსაბამეს რამდენიმე სართულიანი სახლის სიმაღლე და ასე ვთქვათ, დროის პერიოდები, დროის მონაკვეთები შესაბამისად შეესაბამება სიგრძის ერთეულებს. ჩვენ ხედავთ, რომ თავიდან წარმოიქმნა პირველი ვარსკვლავები, შემდეგ პირველი გალაქტიკები, შემდეგ რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ პირველი კლასტერები, კვლავ რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ უკვე პლანეტები, ვთქვათ, დედამიწა, მათ შორის შემდეგ სხვადასხვა ტიპის უჯრედოვანი ორგანიზმები, თევზები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები. აქ შეგვიძლია ვნახოთ ეს ილუსტრაცია. ხედავთ, შემდეგ თევზები დიდი სახლის ზომასთან შედარებით რამდენიმე სანტიმეტრი შეესაბამება იმ პერიოდს, როდესაც იყვნენ დინოზავრები, 1 მილიმეტრი შეესაბამება ადამიანების, ჰომო საპიენსების და ადამიანების, შემდეგ უკვე ცივილიზაციის განვითარება არის ძალიან მცირე ზომა შეესაბამება მთელი სამყაროს ასაკთან შედარებით და ეს მე-20 საუკუნე, როდესაც მეცნიერება ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა. ეს უკან ბრუნდებით. რაც შეეხება ფარულ ენერგიას და ფარულ მატერიას, ამის შესახებ აქ შევეცდები შედარებით დაწვრილებით ვილაპარაკო, როგორც თქვი, ფარული ენერგია პასუხისმგებელია სამყაროს აჩქარებულ გაფართოვებაზე. ბუნებრივია იყო ვარაუდი, რომ სამყარო თუ ფართოვდება, უნდა ფართოვდებოდეს შენელებულად. ან მუდმივი სიჩქარით, იმიტომ რომ სამყაროს შიდა ნაწილები იზიდავენ ერთმანეთს და ეს მიზიდულობა ხელს უშლის სამყაროს გაფართოებას. ანუ შეიძლება თავიდან შეიძინა სამყარომ დიდი ენერგია, დაიწყო გაფართოვება, მაგრამ მიზიდულობის ძალა სამყაროს სხვადასხვა ნაწილებს შორის ხელს უნდა უშლიდეს სამყაროს გაფართოებას, ანუ გაფართოება უნდა იყოს შენელებული. შეგვიძლია მოვიყვანოთ ესეთი ანალოგია, თუ ქვას ავაგდებთ ძალიან სწრაფად, მან შეიძლება დატოვოს, ასე ვთქვათ, ატმოსფეროც კი, თუ საკმარის ენერგიას მივანიჭებთ, მაგრამ მისი მოძრაობა იქნება შენელებული, იმიტომ რომ დედამიწა მას იზიდავს და ცდილობს შეამციროს მისი სიჩქარე. ხო? ანუ ქვა შეიძლება წავიდეს რაგით შორს, ნებისმიერ წერტილში
იქნება ურთიერთქმედება მასა და დედამიწას შორის. ეს ურთიერთქმედება შეიძლება იყოს მცირე, მაგრამ მაინც იარსებებს ისეთი, რომ ხელი შეუშალოს ქვის აჩქარებას და ქვის მოძრაობა იქნება შემელებული. ქვის სიჩქარე მუდმივად შემცირდება, ხო? ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ავაგდეთ ქვა, ველოდებით, რომ მისი მოძრაობა უნდა იყოს შენელებული და უცბად დავინახეთ, რომ ქვამ დაიწყო აჩქარებული მოძრაობა. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია შევქმნათ მოდელი, რომ თითქოს არსებობს ჭოჭონაკი, რომლის ერთ მხარეს კიდია ჩვენს მიერ აგდებული ქვა, ვთქვათ 10 კილოგრამის მასის და მეორე მხარეს ჭოჭონაკისა კიდია 20 კილოგრამი მასის სხეული. და აი ამ 20 კილოგრამიანი სხეულის და დედამიწის ურთიერთქმედება იწვევს ჩვენს მიერ აგდებული ქვის აჩქარებას. მაგრამ ჩვენ ამ 20 კილოგრამიან სხეულს ვერ ვხედავთ, ვერ ვაკვირდებით, მასზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს და მას უწოდებთ ფარულ ენერგიას. ანუ ჩვენ დავინახეთ ქვის აჩქარებული მოძრაობა, ვთქვით, რომ ქვა აჩქარებულად უნდა აღმოძრავოს რაღაც ენერგიამ, მაგრამ ჩვენ ამ ენერგიას ვერ ვაკვირდებით, უწოდეთ მას ფარული. თუმცა შემოვიტანეთ აი ესეთი ჭოჭონაკის მოდელი. ჩემი აზრით დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა ფარული ენერგიის შემთხვევაში, უბრალოდ იმისათვის, რომ აიხსნას სამყაროს აჩქარებული ფართოება, უნდა არსებობდეს ენერგია, რომელსაც გააჩნია მუდმივი სიმკვრივე. ანუ სამყაროს გაფართოებასთან ერთად ეს ფარული ენერგია ჩდება სამყაროში, თითქოს ანუ გაფართოებისას გამონთავისუფლებული სივრცის ნაწილს იკავებს, ასე უხეშად რომ ვთქვათ და ჩვენ არა გვაქვს წარმოდგენა, ვთქვათ, რა არის ეს ფარული ენერგია, რა მასალა, რა არის მისი მახასიათებლები და რა თვისებები გააჩნია, ხო? მსგავსი სიტუაცია ფარული მატერიის შემთხვევაში მხრივ, რომ ფარულ მატერიაზეც არ გვაქვს, ასე ვთქვათ, სრული წარმოდგენა, არ ვიცით მისი მახასიათებლები, მისი თვისებები. ცნობილია, რომ ის არ ურთიერთქმედებს ატომურ მასასთან, ანუ ეს დაახლოებით გავს კედელს, რომელში გავლაც შეიძლება და ფარული მატერია უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ აიხსნას დაკვირვებები. კერძოდ, იმისთვის, რომ galaktika იყოს მდგრადი სტრუქტურა, არ არის საკმარისი მხოლოდ galaktikis შემადგენელი ნაწილების გრავიტაციული ურთიერთქმედება. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ galaktikები, ასე ვთქვათ, მდგრადი სტრუქტურებია, ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ galaktika გამრემოცულია გარკვეული მატერიით, რომელიც არ ურთიერთქმედებს ატომურ მასასთან, სამაგიეროდ გააჩნია გრავიტაციული ურთიერთქმედების უნარი და ამ ფარული მატერიის გრავიტაცია აკავებს galaktikas. ასევე ის, რომ ფარულ მატერიას გააჩნია გრავიტაციული ურთიერთქმედების უნარი, ჩანს გამოსხივებაზე სინათლეზე დაკვირვებისას galaktikasთან ჩავლისას სინათლის სხივი უფრო მეტად გადაიხრება, ვიდრე უნდა გადაიხრებოდეს მხოლოდ galaktikis gravitacიის გავლენა. არსებობს კოსმოლოგიური პრინციპი, რომელიც გვეუბნება, რომ სამყარო არის ერთგვაროვანი, სივრცულად ერთგვაროვანი, ანუ სამყაროში არ არსებობს გამორჩეული მდებარეობა, სამყაროს არ გააჩნია ცენტრი და პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს სამყაროს რომელიმე ადგილას, იგივე პროცესები შეიძლება მიმდინარეობდეს სამყაროს სხვა ადგილას. ეს შეიძლება შევადაროთ დაახლოებით მოგზაურობას უდაბნოში, სადაც არაფერი არ არის, არც წყალი, არც მცენარეები. მაშინ უდაბნოში მოგზაურობისას ჩვენ ერთი ადგილიდან მეორე ადგილში გადასვლისას ვერ ვიგრძნობთ განსხვავებას. ყველგან იქნება ერთნაირი სიტუაცია, ერთნაირი მდგომარეობა, ანუ უდაბნო არის ერთგვაროვანი. სამყაროს ერთგვაროვნება ვლინდება დიდ მანძილებზე, დაახლოებით 200 მილიონი სინათლის წლის რიგის მანძილებზე და ბუნებრივია, რომ აი ეს იმ მასშტაბის მითითება, რომელზეც ვლინდება სამყაროს ერთგვაროვნება, აუცილებელია, როდესაც ვლაპარაკობთ სამყაროს ერთგვაროვნებაზე, იმიტომ რომ შევიარაღებელი თვალითაც ჩვენ ვხედავთ, რომ სამყარო თუნდაც ჩვენს გარშემო, თუნდაც დედამიწაზე
ან მზის სისტემაში არაერთგვაროვანია. ხო, დედამიწის ერთი ადგილი განსხვავდება დედამიწის მეორე ადგილისაგან, მზის სისტემის პლანეტები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ასე ვთქვათ, პატარა მანძილებზე სამყარო არაერთგვაროვანია. ხოლო დიდ მანძილებზე უკვე სამყარო ავლენს ერთგვაროვნების თვისებას, ანუ თუ განვიხილავთ დიდ მანძილებს, სამყარო პრაქტიკულად ყველგან ერთნაირია. ეს შეიძლება შევადაროთ მაგალითად მაგიდის ზედაპირს, რომელსაც თუ შედარებით დიდ მანძილებს განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის სწორი, ასე ვთქვათ, ბრტყელი, მყარი ზედაპირი. თუ განვიხილავთ უფრო პატარა მანძილებს, ჩვენ შევამჩნევთ, რომ მაგიდის ზედაპირს, რომელიც გვეჩვენებოდა სწორ და ასე ვთქვათ, მყარ ზედაპირად ახასიათებს უსწორმასწორობები, გარკვეული უსწორმასწორობები. თუ განვიხილავთ უფრო მცირე მანძილებს, მაგალითად ატომურ მანძილებს, ჩვენ დავინახავთ, რომ ეს ზედაპირი არამც თუ ერთგვაროვანი არ არის, ხო, მყარიც არ არის, ხო, ატომები მოძრაობენ, ყველა ატომი განლაგებულია სხვადასხვანაირად, ატომებს შორის არის სივრცე, ხო? ამიტომ, როდესაც ვთქვათ, ლაპარაკობთ ისეთ მარტივ რაღაცაზეც კი, როგორიც არის, ვთქვათ, მაგიდის ზედაპირი და ვამბობთ, რომ ის არის სწორი და ბრტყელი, უნდა მიუთითოთ რა მანძილებზეა ლაპარაკი, რა მანძილების განხილვისას ავლენს მაგიდის ზედაპირი აი ამ თვისებას. მსგავსი სიტუაცია სამყაროს შემთხვევაშიც, როდესაც ვლაპარაკობთ სამყაროს ერთგვაროვნებაზე, უნდა მიუთითოთ აი ეს 200 მილიონი სინათლის წელი ის მანძილი, რა რიგის მანძილების განხილვისასაც სამყარო არის ერთგვაროვანი. ასევე სამყარო არის იზოტროპული, ანუ სამყაროში არ არსებობს გამორჩეული მიმართულება, რა მიმართულებითაც არ უნდა გავიხედოთ, სამყაროს დავინახავთ ერთნაირად, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს ერთი პროცესი და ესეც მნიშვნელოვანია, რომ თუ პროცესი მიმდინარეობს ერთი რომელიმე მიმართულები დავინახეთ, დაკვირვებისას დავინახეთ რაღაც პროცესები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვა მიმართულებით გახედვისასაც დავინახავთ ამ პროცესებს. ხო, ანუ სამყაროს ერთგვაროვნება და იზოტროპულობა მნიშვნელოვანია სამყაროს შესწავლისას. ხო, ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ, დავაკვირდეთ სამყაროს რომელიმე მიმართულებას, დავაკვირდეთ სამყაროს რომელიმე ადგილს და აი ამ ადგილის შესწავლით, ან ამ მიმართულებით დაკვირვებით შეგვექმნას წარმოდგენა იმაზე, თუ ზოგადად რა პროცესები შეიძლება მიმდინარეობდეს სამყაროში. ერთი შეხედვით კოსმოლოგიური პრინციპი თითქოს არ არის თანხვედრაში ჰაბლის დაკვირვებასთან. ჩვენ ვთქვით, რომ ჰაბლმა დაადგინა, რომ გალაქტიკები შორდებიან ერთმანეთს. და პირველ რიგში ჰაბლი დააკვირდა იმას, რომ გალაქტიკები შორდებიან ჩვენს გალაქტიკას, ხო? ეს პირველად შეიძლება წარმოვიდგინოთ ასე, რომ ჩვენი გალაქტიკა არის ცენტრში და ყველა სხვა გალაქტიკა ჩვენ გვშორდება. ხო, მაგრამ იქვე დავამატეთ, რომ ჰაბლმა ისიც აღნიშნა, რომ ნებისმიერი ორი გალაქტიკა შორდება ერთმანეთს და აი აქ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რა ხდება. თუ ვიმყოფებით A გალაქტიკაში, ჩვენ გვეჩვენება, რომ მაგალითად B გალაქტიკა და სხვა გალაქტიკები გვშორდებიან ერთმანეთს. თუ დავიწყებთ გადასვლას A გალაქტიკიდან B გალაქტიკაში, ხო, თქვათ, დავაკვირდებით პროცესებს A-ს მახლობელი რომელიმე გალაქტიკიდან, უკვე აქედან დავინახავთ, რომ A-ც გვშორდება და B-ც გვშორდება. ანუ აი ამ, ვთქვათ, შუალედურ გალაქტიკას შორდება ყველა დანარჩენი, მათ შორის A და B გალაქტიკა. თუ გადავალთ B გალაქტიკაში და B გალაქტიკიდან დავაკვირდებით პროცესებს, ხო? მაშინ თუ თავდაპირველად ჩვენ გვეჩვენებოდა, რომ A გალაქტიკა არის ცენტრში და მას შორდება ყველა დანარჩენი გალაქტიკა, ხო? B გალაქტიკაში გადასვლისას ჩვენ დავინახავთ, რომ როგორც ამ ვიდეოზე ჩანს, B გალაქტიკაში გადასვლისას ჩვენ დავინახავთ, რომ B გალაქტიკის შემკობ დამკვირვებელს მოეჩვენება დაინახავს, რომ მას შორდება A გალაქტიკა და ყველა სხვა გალაქტიკა. ხო, ანუ თუ ასე ვთქვათ, მცდარი წარმოდგენით გვეგონა, რომ A გალაქტიკიდან თუ ვაკვირდებით პროცესებს, A გალაქტიკაა ცენტრში, ხო?
და მას შორდება B galaktika და სხვა galaktikები, მაშინ B galaktikიდან დაკვირვებისას და მოგვეჩვენება, რომ B galaktika იქნება სამყაროს ცენტრში და მას შორდება ყველაფერი დანარჩენი. ანუ A და B galaktikაც სამყაროს თანაბარუფლებიანი ადგილებია, ხო, ანუ ორივე არის სამყაროს ცენტრში, მათ შორის არ არის სხვაობა. ხო, მაგალითად ჩვენ თუ ვიმყოფებით გემში და ის შორდება სხვა გემებს, ხო, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიმყოფებით ცენტრში, მთავარ გემზე და სხვა გემები მას შორდებიან. ანალოგიური შეგრძნება აქვს სხვა გემში არსებულ მგზავრებს, მყოფ მგზავრებს, მათ ეჩვენებათ, რომ მათ შორდება ჩვენი გემი და მათი გემი იმყოფება ცენტრში. აი ამ სურათზე ჩანს, რომ სამყარო არის მართლაც იზოტროპული, საერთოდ არ უნდა გავიხედოთ, ყველა მხრიდან წამოვა ერთნაირი სიგნალი. როგორც ვთქვით, დიდი აფეთქების შემდეგ სამყაროს ტემპერატურა იყო ძალიან დიდი და ნებისმიერი ობიექტი, რომელსაც აქვს დიდი ტემპერატურა, უნდა ასხივებდეს. და თუ ვიცით ობიექტის ტემპერატურა, შეგვიძლია შევაფასოთ როგორია გამოსხივების სიხშირე ან ტალღის სიგრძე. და შეფასებული იყო, როგორი უნდა ყოფილიყო სამყაროს გამოსხივება მის ევოლუციის ადრეულ ეტაპზე, როდესაც ის იყო ცხელი და იყო ვარაუდი, რომ თუ დიდი აფეთქების თეორია შეესაბამება სიმართლეს, უნდა დაფიქსირდეს აი ამ მიკროტალღოვანი გამოსხივების ფონი. მიკროტალღოვანი გამოსხივება და ფიქსირდებოდეს დედამიწაზე, რომელიც მოდის, ასე ვთქვათ, შორეული ობიექტებიდან და როგორც ვთქვით, შორეული ობიექტებიდან მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იყო სამყარო მის ევოლუციის საწყის ეტაპზე და ამის შესახებ მოსაზრება გამოთქვა გიორგი გამოვმა, მეცნიერმა, რომელმაც ივარაუდა მიკროტალღოვანი ფონის არსებობა და მართლაც ესეთი მიკროტალღოვანი ფონური გამოსხივება აღმოაჩინეს ამერიკელმა ასტრონომებმა არნოლდ პენციაზმა და რობერტ ვილსონმა 1964 წელს აღმოაჩინეს და მათ მიიღეს ნობელის პრემია. ხო, მიკროტალღოვანი გამოსხივება ეს ის გამოსხივება, რომელიც ასე ვთქვათ, არსებობდა სამყაროში, მაშინ, როდესაც სამყარო იყო საკმარისად გამჭვირვალე. ხო, მარტო დიდი ტემპერატურა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გამოსხივება გავრცელდეს, კი დიდი ტემპერატურისთვის დროს გამოსხივება ჩდება, მაგრამ საწყის ეტაპზე სამყარო იყო გამჭვირვალე და ეს გამოსხივება, ასე ვთქვათ, ინტენსივობას კარგავდა გამჭვირვალე სამყაროში გავრცელებისას და ჩვენამდე მოდის ის გამოსხივება, რომელიც არსებობდა მაშინ, როდესაც სამყარო გახდა მეტად გამჭვირვალე. ამ სურათზე, ესე იგი, ჩვენ ხედავთ მიკროტალღოვანი გამოსხივების ფონს, შედარებით ნაკლები კონტრასტულობის შემთხვევაში და ჩვენ ხედავთ, რომ ის თითქმის ერთგვაროვანია, ანუ ყველა წერტილიდან მოდის ერთნაირი გამოსხივება, რაც, ასე ვთქვათ, თანხვედრაშია კოსმოლოგიურ პრინციპთან, რომელიც გვეუბნება იმას, რომ სამყარო ერთგვაროვანია, ანუ საერთოდ არ უნდა გავიხედოთ, დავინახავთ ერთნაირ სურათს. თუ კონტრასტულობას გავხსნით, მაშინ დავინახავთ ესეთ სურათს და სხვადასხვა ფერის ადგილები შეესაბამება სხვადასხვა შემკრულების ადგილებს. ანუ ჩვენ, ასე ვთქვათ, აი ამ მიკროტალღოვან ფონზე დაკვირვებით, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნები იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა პირველი მკვრივი სტრუქტურების ფორმირება. ხო, ჩვენ ვთქვით, რომ წარმოიშვა ვარსკვლავები და შემდეგ galaktikები, შემდეგ კლასტერები. ხო, ეს შემკრულებული ადგილები, წითელი ადგილები შეესაბამება შედარებით შემკრულებულ ადგილებს სამყაროში. და როგორც ვთქვით, საწყის ეტაპზე სამყაროში იყო სიმკვრივის და წნევის ფლუქტუაცია სხვადასხვა ადგილას. სიმკვრივე და წნევა სხვადასხვანაირი იყო და სიმკვრივისა და წნევის ფლუქტუაციის გავრცელება ეს არის ბგერა, ხო? ანუ
შეიძლება ითქვას, რომ სამყარო თავიდან ხმაურობდა, ხო, მაშინ ესე ვთქვათ, შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო გარკვეული ხმა. და აი აქ ჩვენ ვხედავთ გრაფიკს, როგორ არის დამოკიდებული სიხშირე, აი მგერი სიხშირე, რომელიც იარსებებდა ადრეულ სამყაროში, აი ამ სიხშირის ამპლიტუდა თავად სიხშირეზე და რა სიხშირის ბგერები შეიძლება გაგვეგო ადრეულ სამყაროში, ჩვენ რო ასე ვთქვათ, მაშინ გვეარსება. და ეს არის ასე ვთქვათ, სამყაროს ხმაურის სპექტრი ამ სურათზე მოცემული. როგორც აღნიშნეთ, galaktikები გამუდმებით ჩორდებიან ერთმანეთს და დადგება მომენტი, როდესაც ჩვენი მახლობელი galaktikებიც კი აღმოჩნდებიან მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა, ანუ იმდენად დაგშურდებიან, რომ ჩვენამდე ვერ მოვა ინფორმაცია მათ შესახებ და ეს მოხდება დაახლოებით 100 მილიარდი წლის შემდეგ, ანუ ამ დროის შემდეგ ჩვენი galaktika დარჩება სრულიად მარტო. მაგრამ აი ამ დროის განმავლობაში ეს არ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც შეეხება ჩვენს galaktikas, თავად ჩვენს galaktikashi და ჩვენს მზის სისტემაში ამ დროის განმავლობაში მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს დედამიწაზე და სიცოცხლეზე ჩვენს პლანეტაზე. ბოლოს მინდა ასე ვთქვათ, გავაკეთოთ დასკვნა, რაზე ვილაპარაკი და ჩემი აზრით რა არის მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ წარმოიშვა, ასე ვთქვათ, დიდი აფეთქების თეორია და როგორ დამკვიდრდა იგი, კერძოდ გულისხმობ ჰაბლის აღმოჩენას, რომელმაც აღმოაჩენა, რომ galaktikები შორდებიან ერთმანეთს. მნიშვნელოვანია ჰაბლის კანონი, რომელიც ამბობს, რომ რაც უფრო შორს არის ორი galaktika ერთმანეთისგან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი ერთმანეთს. საინტერესოა და მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, როგორია სამყაროს ასაკი და როგორი იყო, ასე ვთქვათ, სამყაროს ევოლუციის ეტაპები. ასევე ინფორმაციას ადრეული სამყაროს შესახებ როგორ ვიგებთ, რომ შორეულ ობიექტებზე დაკვირვება ფაქტიურად გვაძლევს ინფორმაციას, როგორი იყო სამყარო წარსულში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია სამყაროს შედგენილობა და რა ურთიერთქმედების ტიპები არსებობს სამყაროში. როგორც თქვით, დღესდღეობით გვაქვს 4 ტიპის ურთიერთქმედება. ძალიან მნიშვნელოვანია კოსმოლოგიური პრინციპი, რომლის მნიშვნელობაზეც ვილაპარაკეთ, კერძოდ ის, რომ სამყარო არის ერთგვაროვანი და იზოტროპული, ანუ სამყაროში არ არსებობს გამორჩეული მდებარეობა და სამყაროში არ არსებობს გამორჩეული მიმართულება და მნიშვნელოვანია მიკროტალღოვანი ფონის არსებობა, ფაქტიურად აი ფონის დეტექტირება ამყარებს დიდი აფეთქების თეორიას, მეტყველებს მის სასარგებლოდ